ეხლა მე გაჩვენებთ რა გვაქვს საერთო ვთქვათ ებრაულ სიტყვებთან და ასონიშნებთან და ვთქვათ ცხოვრების წესთან ქართველებს და ესე იგი ებრაელ ხალხს რომელიც განუყოფელია აი სანამ ამ ბანზე გადავალ ჯერ ძალიან ბევრისთვის სიახლე იქნება რომ საქართველოს გიურჯებს ეძახდნენ ადრე გიურ აღნიშნავს თურმე ძველ ებრაულ ამ სარწმუნოებაში გადასვლას ანუ ტიპიური სარწმუნოება არის თქვა ებრაული სარწმუნოებას და როგორც სხვა სარწმუნოების მიღება შეიძლება ისე ებრაულიც გიურ ნიშნავს გადასვლას ებრაულ სარწმუნოებაში აი ბერძნულად დედამიწას გი ქვია და სპარსულად გელს გარგ ქვია და რა უფრო რელევანტურია გიურ იყოს გიურ თუ დანარჩენები შემდგომ ბევრჯამე არ არის ცნობილი და აი უბრალო მოსახლეობა გლეხობა არსებობს ესე იგი თორა მაგრამ თორა ძირითადია ასე ვთქვათ მაგრამ არის კიდე ესე ვთქვათ ცხოვრების კანონები ებრაულად ამას ქვია გალახა გლეხობა უბრალო მოსახლეობა ძალიან დიდი პროცენტი საქართველოს ხო როდესაც საქართველოს მიიღო ეს ქრისტიანული სარწმუნოება მანამდე ხო დაახლოებით 9 საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ანუ ივერიაში იგივე იბერიაში და ვ და ბ ებრაულად ერთი და იგივე ასონიშანი როა ზოგჯერ წერტილიც აქვს ზოგჯერ წერტილის გარეშეცაა ერთი და იგივე ასო ვ და ბ იბერიაში იყო ებრაული სარწმუნოების ხალხი და მათი ენა არის ივრითი ანუ ჰიბრუ იქაც ეგრეა იბერია არ არის ეს მსგავსება ეხლა გადავიდეთ ასონიშნებზე ეგრეთ წოდებული მხედრული არის ცოტა არასწორი ტერმინი და ცოტა სასაცილოც კი როგორ ეხლა ცხენი ვისაც არ ყავდა ამბანის სწავლის უფლება არ ქონდა თუ როგორ არის ვინც ეგ ტერმინი შემოიღო მხედრული კი არა იბერიულან დავარქვათ აი რაც არის ეხლა თქვათ სახელმწიფო ენის დამწერლობა მხედრული რა ცხენს თავი დაანებონ რა აი ეხლა რომელი ასოები არის აი პირველ რიგში ავიღოთ ყველაზე ეს ტ აი ტ აი მითხარით აი აქედან ტ შეიძლება ტ ეს მივიღოთ აი ტ ებრაული არ არის ებრაული ტ არის ეხლა ლს თუ აი ეს კი არა თავარი ეს ერთი ის იქნება თქვა აი კალი თუ სამი რკალი მაგას იმიტომაც არა აქვს მნიშვნელობა რომ თავარი ეს ფეხია ფეხი ლსთვის მერე აინი ხო არის თუ არა ეს ებრაული ხო არის მერე სამი ხო არის მარცვალი თავარი ამ შუში აი ვიღოთ შუ აბა ეხლა აი ეს აქედან შეიძლება შუ წარმოვიდგინოთ რომ შეიქმნა აი ეს ორი ის სიღრუე ამის ანალოგიურია ეხლა ებრაულად მარჯვენა და მარცხნივ იწერება და ეს სიმეტრიის ამბობია რა ეს ძალიან გავრცელებული რაღაცაა სხვა ენებში სხვათა შორის აი სიმეტრიულად რო იცვლება 4 ასონიშანი ებრაულიდან არის და როდესაც საქართველოში ეს ხო გეუბნებით ქრისტიანული წმენა შემოვიდა ო წარმართები არ ვიყავით ჩვენ გამიგეთ არ ვიყავით 9 საუკუნის განმავლობაში
ესე იგი ბიბლიური ვთქვათ ეს ისინი ბიბლია ჩვენთვის იყო ნაცნობი. ამიგეთ? მეილია ჯანჯიბუხაშვილი ვარ, გამოიწერეთ ჩემი არხი.